მე მგონი მთელი საქართველოს შეთანხმებულია, რომ ეს ბრჭყალებში ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და შესაბამისად არც ეს არჩევნები იქნება ლეგიტიმური. და ხალხი აპირებს, ერთად ვაპირებთ, რომ ვიდგეთ აქ იქამდე, სანამ ეს არ შეიცვლება და ქვეყანა არ დაუბრუნდება იმ კურსს, რომელსაც მთელი საქართველო ერთიანად ემხრობა, რაც არის ევროპული კურსი. დაწყებული არის, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. იმ პერიოდიდან მოყოლებული ქართული ოცნების ხელისუფლებამ გადაუხვია ევროპულ კურსს და მიზანი მიმართულად საბოტაჟს უწყობდნენ ევროპულ ინტეგრაციას. ხვალინდელი დღე იქნება ერთ-ერთი კულმინაცია ამის, როდესაც ცდილობენ ყოველგვარად უდიპლომო ადამიანი ყოფილი ფეხბურთელი აირჩიონ პრეზიდენტად. ამაზე პატრიოტი, გაწონასწორებული და კარგი ბიჭი, მართლა კარგი ფეხბურთელი იყო, კარგი ოჯახის შვილია, კარგი ოჯახის მამაა, ყველაზე ნორმალური კაცმა თქვა, რომ მე უნდა გავაერთიანო საქართველოს და სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდა ქართველი. ეს ქალი არის პარიზელი ხანუმა, პარიზელებს არაფერს აბრუჩი, არ არის ამის ქალი ქართული სულის კაცი. ქართული ვერ ისწავლა, მე